დაუბრუნდე იმ 25 თებერვლის თემას და ვთქვა, რომ 1921 წელში ჟორდანიას მთავრობის არაკომპეტენტობამ გამყიდველურმა პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა იმ სიტუაციაში, რაც მიიყვანა ზელენსკიმ უკრაინა. იგივე 1990-იან წლებში საქართველოს ხელისუფლებამ მიიყვანა დასავლეთზე გამოკიდებული ლოზუნგებით მიიყვანა ისევ მდგომარეობაში, რაც მიიყვანა ზელენსკიმ დღეს უკრაინა. დღევანდელ დღეს, როდესაც ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყოველივე ამას გადაგვარჩინა და მისი პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ქვეყანა გადაურჩა მესამედ ოკუპაციას დასავლეთის მხრიდან, მესამე ოკუპაციას გადაგვარჩინა და ეს დღეს ვინც გამოდიან და ხელისუფლების გინებაზე მიდიან, ისინი ყველანი უკვე თავის აზრის თავისუფლად გამოხატვას კი აღარ ახდენ. ესენი არიან ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი პიროვნებები, რომელიც ცოტა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით უნდა დაისაჯონ. ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება. ქვეყანა გადარჩა უკრაინიზაციას. გადარჩა, აი ამას გადავრჩით. თორემ ჩვენი ბოლო ეს იქნებოდა. ამათ რო აყოლოდით და ამათ რო აყოლოდა ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას. უნდა დააჩქარონ ამ ნაციონალურ მოძრაობის გასამართლება და ამათ კიდევ, აი ამათ, ვინც დღესაც გამოდიან, ესენი უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებელი. მოღალატისთვის სულ ერთია, რა მეთოდით მოღალატებს სამშობლოს. ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები, რომლებიც აშკარად გამოდიან იმ გონივრული, პრაგმატული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელმაც ქვეყანა ამხელა უბედურებას გადაარჩინა. და რაც შეეხება ახლა უკრაინას, უკრაინის ბედი მართლაც გადაწყვეტილია. როდესაც მოხდა საუდის არაბეთში შეხვედრა ამერიკის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, იქ გადაწყდა, რომ პირდაპირ აღიარებენ 4 ოლქის, ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის შემადგენლობაში. აღიარებენ. რჩება რამოდენიმე რუსულენოვანი ოლქი, ეს არის ოდესის ოლქი, ეს არის ხარკოვის ოლქი და ეს არის სუმის ოლქი, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს იგივე ანალოგიური რეფერენდუმები და იქ განისაზღვროს თუ რომელ სახელმწიფოში აირჩევენ ისინი გაერთიანებას რუსეთთან თუ უკრაინასთან. იმიტომ რომ 2014 წლის რევოლუცია კრიშატიკის რევოლუცია რომ მოხდა, უკრაინის რევოლუცია, მათ პირდაპირ შეტევა მიიტანეს უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობაზე. აკრძალეს რუსული ენა, აუკრძალეს რუსულად განათლების მიღება, აუკრძალეს რუსული საუბარი აუკრძალეს საერთოდ. ამოიღეს სახელმწიფო კონსტიტუციის სტატუსიდან. ამიტომ ამ ოლქებშიაც იქნება ყოველ შემთხვევაში ეს ჩატარებული. ამიტომ ფაქტიურად უკრაინა უკვე აღარ არის. დარჩება დასავლეთი უკრაინა. გასაგები. ეხლა ჩვენ იცით რა შეესაქმე? აი ჩვენ